მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს რუსეთის ისტორიაზე და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდზე ეკატერინე მეორეზე, ეგრეთ წოდებულ დიდ ეკატერინეზე გვექნება საუბარი და ეს ალბათ რამდენიმე გადაცემაში გადანაწილდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასალაა, ძალიან დიდი პერიოდია და რაც თავარია ძალზედ საჭიროა საქართველოსთვის და საქართველოს სინამდვილისთვის. საკუთრივ საქართველო-რუსეთის ისტორიას ეკატერინე მეორეს ცხოვრების პერიოდში ჩვენ ცალკე შევეხებით, ისევე როგორც რუსეთ-ოსმალეთის ომებს, იმიტომ რომ ამან მართლაც და 200 წლიანი დაღი დაასვა ჩვენ ცხოვრებას და აბსოლუტურად შეცვალა საქართველოს ბედის ღმალი და ბედის წერა, მაგრამ დღეს ახლა პირველ რიგში შევეხებით თავად ეკატერინე მეორეს, ანუ სოფია ფრედერიკა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტის ბიოგრაფიას. ეს ძალიან საინტერესო პიროვნება მსოფლიო ისტორიაში და ძალიან დიდი დოზით არის შემკული მითებით. მაგალითად, აი ცნობილი რუსული სიმღერა ახლა მე-20 საუკუნის მიცრუსო გავრცელდა და გახდა პოპულარული, სადაც ლანძღავენ ეკატერინეს ალიასკა რატომ მიხილე ამერიკელებს. რაც არის აბსოლუტური სისულელე და ტყუილი. აქ ვიტყვით, რომ ალიასკა 1867 წელს ამერიკას მიხიდა იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ, აქედან აღებული თანხით გაიყვანა რეალურად რუსეთის რკინიგზის უდიდესი ნაწილი და რაც თავარი იყო, რომ არ მიეყიდა ალიასკა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყირიმის ომში დამარცხებულ რუსეთს 1860-იან წლებში ემუქრებოდა ალიასკის საერთოდ უფასო დაკარგვა ბრიტანელებისგან. და ამ შესაბამისად ამ სიტუაციაში ეკატერინე მეორის დადაშაულება, რომელიც ამ ამბებამდე 70 წლით ადრე გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, აბსურდია და სისულელეა. პირიქით, ეკატერინე მეორე არის რუსეთის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც რუსეთს შეზინა იმიცების ალბათ 99% რა მიწებშიც მერე იყო განთავსებული საბჭოთა კავშირი. სხვათა შორის ეგ ვარშავაც კი რომელიც შემოდიოდა რუსეთის იმპერიაში ეკატერინეს არ შემოერთებია. ეს ხდება უკვე ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, მაგრამ აი ის დასავლეთ უკრაინული, დასავლეთ ბელორუსული მიწები თუ არ ჩავთვლით ლვოვს და ბალტიისპირეთი სწორედ ეკატერინე მეორის დროს ხდება რუსეთის შემადგენლობაში. ასევე მთელი შავი ზღვისპირეთის ის ნაწილი, რომელიც რუსეთის თუ უკრაინის ტერიტორიას წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს და დღემდე სადავოა მათ შორის. მოკლედ, პირველ რიგში ხა ეკატერინეს პიროვნებას რო შევეხოთ, როგორ აღმოჩნდა რუსეთში, ვინ იყო, რა იყო. დედის მხრიდან ის ძალიან სერიოზულ გერმანულ ოჯახს ეკუთვნოდა. ეს ის გვარი, ეს ის ოჯახია, რომლის წარმომადგენლები სხვადასხვა დროს იყვნენ შვედეთის მეფეები, ჰოლშტაინების გვარზე საუბარი, თვითონ რუსეთის იმპერატორებიც კი, რომანოვები, მამის პეტრე მესამის მხრიდან, დანიის მეფეების, ნორვეგიის და დღევანდელი ყველასთვის ცნობილი დიდი ბრიტანეთის და ასე ვთქვათ, ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე, რა გვარსაც ეკუთვნის. აი სწორედ აი ამ გვარის წარმომადგენელი იყო დედის მხრივ ეკატერინე მეორე. მაგრამ მამის მხრივ იყო ძალიან გაღარიბებული, ძირძველი, აზნაურული გვარის წარმომადგენელი. ეს სამთავრო გვარი ანჰალტ-ცერბსტი, გერმანიაში მოგახსენებათ, რომ სხვადასხვა დროს 300-დან 800-მდე სამთავროში იყო, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი საღვთო რომის იმპერია, ერთგვარად სიმბოლურად სუვერენული სამთავროებით, რომელთა, ასე ვთქვათ, წევრებზეც შეიძლებოდა დაქორწინებულიყო ევროპის ნებისმიერი მონარქი, მაგრამ რეალური მათი მქონება, შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლევდა და ესეთი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პრუსიის სამსახურში მდგომი გენერალი იყო ეკატერინე მეორის მამა, რომელიც სხვათა შორის მსახურობდა პოზნანში, ეს დღეს პოლონეთში ეს ქალაქი და საკმაოდ გაჭირვებით ცხოვრობდა. სხვათა შორის ეკატერინეს ხასიათზე ეს ბავშვობის სიდუხჭირე, ეს იგი ერთბაშად თავმოყრილი მატერიალური გასაჭირი, მაგრამ მეორეს მხრივ სუპერ არისტოკრატობა მის ხასიათზე აღიბეჭდა. ერთის მხრივ ის წარმოდგენილი იყო მსოფლიოს თვალში როგორც ძალიან ძლევამოსილი პოლიტიკოსი,
რომელსაც ანგარიშს უწევდნენ თქვა სოფლის მოწინავე სახელმწიფოები იმ პერიოდის და გარდა ამისა მასთან მიწერ-მოწერა ჰქონდა ვოლტერს თქვა დიდრო მონტესკიე და სხვები და მიაჩნდა ძალიან განათლებულ მონარქად და მეორე მხრივ აი ერთი წამით რომ გადავინაცვლოთ ეკატერინე მეორის პირად ოთახში ჩვენ ნახავთ ესეთ რამეს რომ როდესაც თქვა გამთენიისას ან შუაღამისას იქ მის ბუხარში და ახლა პეტერბურგში მოგეხსენებათ საშინელი სიცივეებია ცეცხლი ჩაქრებოდა მთელი 30 წელზე უფრო დიდი ხნის მანძილზე იმპერატრიცობისა მას არასოდეს არ გაუგუძებია მსახურები თვითონ იქვე მოამზადებდა შეშას თუ დასაჩეხი იყო შეიძლება რომ თავისი ოთახში თვითონ დაეჭეხა შეეკეთებინა და ცეცხლი გაეღვივებინა ასევე არასდროს ეკატერინეს თავისი საცვლელი დასაცმელი გასარეცხად მსახურებისთვის არ მიუცი ცალკე ოთახში ჰქონდა ქვაბი სადაც ცეცხლს აადუღებდა და თავად რეცხავდა განსაკუთრებით ეს ჩვენ რასაც საცვლებს ვეძახით და ქალის ჰიგიენის საგნებს და ეს მისთვის იყო ჩვეულებრივი ცხოვრების წესი ანუ როგორ ჩვეულებრივი ადამიანი ისე ცხოვრობდა რა თქმა უნდა ერთი შეხედვით ეხა ეს რასაც ვიძახი რა თქმა უნდა წარმოუდგენელი ჩანს მაგრამ ეს ფაქტია ასე იყო ეკატერინე მეორე რითი იყო კიდე გამორჩეული რუსეთის სამეფო კარზე პეტრე პირველიდან დაწყებული რომელიც მოგეხსენებათ აი თავიდან იყო ნიდერლანდელების ჰოლანდიელების ფილით სიყვარულით შეპყრობილი და შემდგომში გამოირჩეოდა ანგლოფილობით ცდილობდა რომ ყველაფერში დაემკვიდრებინა თავდაპირველად ნიდერლანდური ჰოლანდიური ტერმინოლოგია და თქვა არათუ რუსებისთვის ბევრი უცხოელისთვისაც გაურკვეველი იყო ხოლმე ესა თუ ის ტერმინი საიდან მოდიოდა იმიტომ რომ ჰოლანდიური ახლა ბოლოს და ბოლოს არ არის ხო გერმანული გერმანიკულ ენებში შემავალი ენა ამის შემდეგ თანდათან უფრო წამოვიდა გერმანული ენა და ეკატერინე მეორის ქმრის დროს რომელიც ეთნიკურად მამის მხრივ იყო გერმანელი პეტრე მესამე რა თქმა უნდა ფაქტობრივად სამეფო კარზე მეტყველება გადასულია უკვე გერმანულზე და რუსულს ძალიან ცუდად ფლობენ იგივე პეტრე მესამე რუსულს ფაქტობრივად ვერ ფლობდა მისი ასე ვთქვათ დეიდაც პეტრე პირველის ქალიშვილი ელიზაბეტიც არ იყო გამორჩეული ვთქვათ მაინც და მაინც დიდი სიყვარულით ლიტერატურისა და კი რუსად მიიჩნევდა თავის თავს რუსულიც იცოდა მაგრამ აი ამ მიმართულებით არაფერი სასიკეთო არ ხდებოდა და არც რუსულ ლიტერატურა არ ვითარდებოდა მე-18 საუკუნის შუა ნახევარში და არც მწერლობა და არც თეატრი და ასე შემდეგ როდესაც რუსეთში გათხოვდება ეკატერინე მეორე და ის დაახლოებით 14 წლის ბავშვია პირველად როდესაც ის რუსეთში აღმოჩნდება ინტენსიურად იწყებს რუსული ენის შესწავლას მეტიც ის ძალიან საფუძვლიანად ეცნობა რუსულ ასე ვთქვათ თეოლოგიას მართლმადიდებლობას ის არა მარტო რა თქმა უნდა მოინათლა ეკატერინე და ერქვა გადმოვიდა ლუთერანობიდან მართლმადიდებლობაზე მაგრამ ეს განახორციელა მან არა მარტო ფორმალურად არამედ მთელი არსით უფრო მეც ვიტყოდი ინტელექტუალურად ის ცდილობს გაეცნოს ზოგადად მართლმადიდებლურ სწავლებას და ეუფლება რუსულ ენას სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია თქვა და ამას ადასტურებს ყველა რუსი ისტორიკოსი მათ შორის მათი ის ნაწილი რომელთათვისაც ეკატერინე მეორე აბსოლუტურად მიუღებელი პიროვნებაა და მეორე თulis რომ ძალიან მავნე გავლენაც შეიძლება იქონია რუსეთის საზოგადოების ცხოვრებაზე და ისეთ რაღაცებს აბრალებენ რაც აბსურდამდე არის მაგალითად ზოგიერთს არაზარება დააბრალოს ტექნოლოგიური რევოლუცია რუსეთშიო რო ვერ განვითარდო ეკატერინე მეორის ბრალი ეს დალოცვილი ადამ სმიტი ისე გარდაიცვალა ეკატერინეს ეპოქაში თვითონ არ დაუნახავს რომ თქვა რა შედეგს მოიტანდა საფეიქრო წარმოებაში მანქანების დანერგვა თქვა რასაც არკრაიტი წამოიწყებს ხო და თვითონ არკრაიტსაც ჯერ კიდევ ძირითადად წყლის ცისქვილები ქონდა მანქანად გამოყენებული და არა ორთქლის ძრავად ახლა შენ ამ პერიოდის მოღვაწე რუსეთის იმპერატრიცას დასდო ბრალი იმაში რაღაც ეს მახინა როგორც ის ეძახდა მანქანებს დიდად არ უყვარდა ნუ ეს უკვე არის ყოველგვარ ზღვარს გადასული თქვა დემაგოგია
და აი ესეთი ისტორიკოსებიც კი ცალსახად აღიარებენ, რომ ალბათ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში თელს რუსულ ელიტაში მეგონება თქვა და ფენაზეც უფრო კარგად რუსულად მომეტყველე და მწერალი და მოაზროვნე ადამიანი ძნელად მოიძებნებოდა ვიდრე ეკატერინე მეორე იყო. ეკატერინე მეორე იქცა რუსულ სამყაროში რუსული ენის ერთ-ერთ აპოლოგეტად და მისი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა ყოველთვის ის ცნობილი ძერჟავინი თავის მოძღვრად რომ მიიჩნევდა მერე პუშკინი და სხვები. რეალურად ბიცკი აი ლიტერატურულ ტენდენციებს რომელიც მერე წამოვა თქვა იგივე ეკატერინესთვის ოპონენტად ყოფ რადიშევებში თქვა ნოვიკოვებში თუ შემდგომ დროინდელ პუშკინებში და აღარაფერს დოსტოევსკი და ასე შემდეგ აი ამ რუსულს თავარ ბიცკს აძლევს სწორედ ეკატერინე მეორე მეტიც ის რეალურად რუსულ ენას აბრუნებს ამკვიდრებს საქმის წარმოებაში აღარ არის გერმანულ ენაზე ეკატერინეს დროს ეკატერინეს დროს შემოდის მართლაც ევროპაში და მათ შორის ბრიტანეთში საერთაშორისო ენად იმ პერიოდში რაც იყო თქვა ფრანგული და ამის მაგალითია თქვა ომდა მშვიდობაში როდესაც რუსულის გარდა თქვა ტექსტები ფრანგულად მიდის და აღარანაირად გერმანულად და რუსული მაღალი სალიტერატურო რუსული ძალიან დიდ რა ქვია ფარველობას უწევდა ის რუსეთის როგორც უნივერსიტეტს აკადემიას და ასე შემდეგ უბრალოდ პრობლემა ის იყო რომ ეკატერინეს მოღვაწეობის ხანაში არც ერთი ადამიანი არ ყოფილა ვინც სრულფასოვან ექიმის დიპლომს აიღებდა რუსულ უნივერსიტეტში არავინ არ ამთავრებდა სწავლას ბოლომდე ამიტომ იძულებული იყო რუსეთი რომ თქვა ისევ იმპორტი განეხორციელებინა სპეციალისტების უწყვეტით სანამ გავაგზავნებდით ეკატერინეს თქვა რეფორმების საუბარს ალბათ საინტერესოა როგორ აღმოჩნდა ეს კალი რუსეთის სამეფო ტახტზე რაოდენ კარგადაც არ მოცნობდა რუსული ის მაინც იყო ჯერ ერთი გერმანული წარმოშობის პრინცესა მეორეც იყო ტახტის მემკვიდრის ცოლი და განსხვავებით ეკატერინე პირველისგან ის მის ქმარს პეტრე მესამეს არასოდეს არ უკურთხებია ასე ვთქვათ თანამონარქად ანუ კურთხევით იმპერატრიცა არ ყოფილა ის იყო უბრალოდ მეუღლე პრინცის და მოკვდა ელიზაბეთი ტახტზე ავიდა პეტრე მესამე ამ დროს პეტრე მესამესა და ეკატერინეს შორის ძალიან გართულებული იყო ურთიერთობა იმიტომ რომ მას თავისი ასე ვთქვათ საყვარელიც ყავდა თავისი გარემოც ჰქონდა სივრცეც თავისი და ყოველ შემთხვევაში არ ეთანხმებოდა არაფერში ეკატერინეს მათ შორის ასე ვთქვათ პრორუსობაში ეკატერინე გაცილებით პრორუსული იყო ვიდრე მისი ქმარი ძალიან მალე დაამხობენ პეტრე მესამეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ პეტრე მესამის დამხობის და მკვლელობის არქიტექტორი არის ეკატერინე მეორე რა იყო მიზეზები მიზეზი იყო შემდეგი პეტრე მესამემ სხვა შორის სისულელეში უთვლეთ მაგრამ არ არის სისულელე შეწყვიტა სტაროვერების რასკოლნიკების დევნა სხვა შორის ჩვენ ამაზე წინა გადაცემაში ვისაუბრეთ და სამომავლოდაც ვილაპარაკეთ სტაროვერების საკითხის ვერ გადაწყვეტა და არ გადაწყვეტა იქცევა შემდგომში უკვე მე-20 საუკუნეში რუსეთის რევოლუციის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ საფუძვლად და აი ამ პრობლემის გადაჭრას შეეცადა სხვათა შორის პეტრე მესამე რამაც ძალიან ბევრ ადამიანში გამოიწვია უკუ რეაქცია მით უმეტეს რომ დაემტყვა ეს იმას რომ პეტრე მესამემ ბოლომდე მიიყვანა პეტრე პირველის წამოწყება ასე ვთქვათ რუსეთის საპატრიარქოს კონტროლქვეშ მოქცევისა და საბოლოოდ სწორედ პეტრე მესამის მიერ გამოცემული ბრძანებით ჩამოერთვა ყველა სახის ქონება რუსეთის ეკლესიას და მათ შორის მონასტრებს აქ საუბარია ათასობით კვადრატულ კილომეტრ მიწაზე და რაც თავი 2 მილიონ მარტო ყმაგლებზე ყველა სახის შემოსავალი გაუქრა რუსეთის საპატრიარქო ანუ ეკლესიას და არა მარტო თეთრ ეკლესიებს არამედ მონასტრებსაც გარდა იმ ხელფასისა რომელსაც მათ გადასცემდა იმპერატორი ანუ ამ ყველაფრის არქიტექტორი მთავარი არქიტექტორი რეალურად არა პეტრე პირველი საბოლოო ჯამში მომყვანი იყო პეტრე მესამე რა თქმა უნდა პეტრეს მკვლელობის შემდეგ დროებით ეს გაუქმეს მაგრამ 2 წელიწადში ეკატერინემ ისევ შემოიღო ეს კანონი იმიტომ რომ ის კარგად ხედავდა ამის გარეშე თქვათ რუსეთის სამუდელოების სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება უბრალოდ შეუძლებელი ხდებოდა. მეორე რამ რაზეც
პეტრე მესამე შეიძულეს და მოკლეს, რო დავაკვირდეთ და რო დააკვირდეს კაცი, პეტრე მესამე უფრო მართალი იყო, საქმე რა არის. 1756-63 წლებში მიმდინარეობდა მსოფლიო ისტორიაში სხვათა შორის პირველ მსოფლიო ომად წოდებული, ეგრეთ წოდებული 7 წლიანი ომი. დიახ, პირველ მსოფლიო ომად, იმიტომ რომ მსოფლიოს ყველა ძლიერი მოწინავე სახელმწიფო იმ პერიოდის იყო ამ ომში ჩართული, თავის სატელიტებით. ესე იგი, ერთ მხარეს გამოდიოდა ლიდერები დავასახელოთ. დიდი ბრიტანეთი და პრუსია, მეორე მხარეს საფრანგეთი, საღვთო რომის იმპერია, რომელსაც ჩვენ უფრო პოპულარულ ლიტერატურაში ავსტრიის სახელით ვიცნობთ და რუსეთის იმპერია. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ძალები იყო ამ მეორე ჯგუფის მხარეს, მით უმეტეს, რომ მას ბევრი სხვა ევროპული სახელმწიფო უცხადებდა სოლიდარობას და უჭერდა მხარს, თქვათ, მათ შორის იტალიური სამთავროები, მათ შორის ესპანეთი და ამ შემდეგ, მაგრამ ძირითადი აქტორები სწორედ ესენი იყვნენ საფრანგეთი, ავსტრია და რუსეთის იმპერია. ამ ომის პირველ ეტაპზე რუსეთმა მიაღწია არანორმალურ წარმატებას. მან ფაქტობრივად პრუსიის ტერიტორიის 50%-ზე მეტი დაიპყრო. რაც მთავარი აიღო ბერლინი. სხვა შორის ბერლინი აიღო იმ კაცმა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ათომღაც უფრო სულელოდ და ავანტიურისტად უყურებენ, ტოტლებენზე მაგ საუბარი და სინამდვილეში ძალიან სერიოზულ ფიგურას წარმოადგენდა. და ალბათ ცალკე გადაცემას იმსახურებს ეს ცნობილი ავანტიურისტი მე-18 საუკუნის ევროპისა, აი არანაკლები თუ მეტი არა, ვიდრე კალიოსტრო და კაზანოვა იყო. და იმ ტოტლებენმა აიღო ბერლინი, რუსეთის მხარეს მებრძოლმა ტოტლებენმა. მაგრამ უცებ ხდება რა, მკვდება ელიზაბეთი და პეტრე მესამე მიიღებს გადაწყვეტილებას. პირველი, აფორმებს საზავო ხელშეკრულებას პრუსიასთან. პრუსიას უბრუნებს რუსების მიერ ოკუპირებულ ყველა გერმანულ ტერიტორიას და მეტიც გასცემს ბრძანებას პრუსიის მხარეს ომში ჩართვისა. მას უნდა შლეზვიგის დაბრუნება, რომელიც დანიას აქვს, თქვა ეს ოლდენბურგების საკუთრება მიტაცებული და რა თქმა უნდა, ელოდება ომის ბოლოს, თუ კი პრუსია და ბრიტანეთი გაიმარჯვებს, რაც სხვათა შორის მოხდა კიდევაც, ძალიან დიდ ბენეფიტებს და რა ქვია, დიდ მოგებას. ის არაპირებს უბრალოდ პასიურ მაყურებლად დარჩეს. მას შემდეგ, რაც ზავი გააფორმა პრუსიამ რუსეთთან, პრუსიამ თავისუფლად მოახერხა ავსტრიელების და ფრანგების დამარცხება. დიდი ბრიტანეთი ისედაც ამარცხებდა უკვე საზღვაო ბრძოლებში საფრანგეთს და ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ საბოლოო ჯამში დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთს წაართვა კანადა, წაართვა ინდოეთის ოკეანეში მთელი რიგი კოლონიები და ბრიტანეთი კიდევ უფრო გამტკიცდა როგორც სოფლიო ჰეგემონი. პრუსია ერთ-ერთი უძლიერეს სახელმწიფო ევროპისა და აი ამ დროს რუსეთი თუ კი დარჩებოდა მათ პარტნიორად, ის ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, მოგებას, ქულებს, უბრალოდ სიმბოლურ ქულებს კი არა, მატერიალურ ღირს მიიღებდა და ნახავდა და რა თქმა უნდა, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ წარმოჩინდებოდა, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ წარმოჩინდებოდა ჯერ კიდე მე-18 საუკუნის 60-იან წლებში. მაგრამ ნახეთ რა ხდება. პეტრეს კლავენ და ეკატერინე თავის მეფობას იწყებს კატასტროფული შეცდომით. ის გამოდის საერთოდ ომიდან. წყვეტს პრუსიასთან ალიანსს, მაგრამ არ შედის ახალ ალიანსში, ხელახლა ალიანსში საფრანგეთთან და ავსტრიასთან. რჩება ცალკე. შედეგი ათასობით დაღუპული რუსი. რა თქმა უნდა, რუსეთზე შტაბეჭდილება რომ ეს არის სრულიად არასანდო მერყევი და იმდენად არასანდო და მერყევი პარტნიორი, რომ ამ არასანდოობით და მერყევობით პირველ რიგში საკუთარ თავს აზარალებს და აზიანებს. ეს რა თქმა უნდა, ანუ იყო მხოლოდ პრესტიჟის შემღალავი და შემლახავი რუსეთისთვის.